მოკლედ მე მინდა რომ ახლა გაჩვენოთ მრავალეროვანი ლექსიკონი საბოლოო სახე. ნუ უბრალოდ სხვანაირად მეტი მე არ შემიძლია. ახლა ბაზარში არის 320 სიტყვა, ყველა არის ჯონის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შევსებული. ოღონდ პრინციპი იყო ასეთი, თუ ამბობდა დედას, მამას აღარ ამბობდა არც დას, არც ძმას, არც ოჯახს შეიძლება ეთქვას. პირველი სიტყვა იყო სამშობლო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. როგორია ახლა და რა პრინციპით მუშაობს ეს ლექსიკონი? პირველი რეჟიმი აქვს ასე. ეს შრიფტი არის 16-იანი, ჩვენ შევთანხმდით ყველა შრიფტი 16-იანს გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩვენ ამოვთუ განათლება ყველას. უფრო მაღალ შრიფტს ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ნუ უბრალოდ არათავსებადი არის სამწუხაროდ, მე არ ვიცი უბრალოდ მობილურ ტელეფონებში სადაც 72% მას იყენებს და არა ამას და ახლა ეკრანს ჩვენაირი. მოკლედ ახლა 6 ენა, აზერბაიჯანული, ბერძნული, რუსული, უკრაინული, ქართული და ყველა ენა შეძიება. ეს ენებია, რომელიც ძირითადად ჩვენთან იყენებენ და რა თქმა უნდა დავაყენებ ალფავიტის მიხედვით, იმენად დავუწერი აზერბაიჯანელი, გრეცია, არმენია, რუსია და უკრაინა. მოდი ახლა დავწეროთ რა თქმა უნდა სიტყვა სამშობლო და რა ხდება ვნახოთ. სამშობლო არაფერი არ სამშობლო ამოვიდა ქართულად არის სამშობლო, აზერბაიჯანული ასე ახლა მე ვერ წავიდა რუსინა რუსლაზი და ბატიკივშინა ყოფილა რა წავიდა ვატ უკრაინა. ასე გაგრძელდება თუ რა თქმა უნდა ბაზარში სიტყვა არის და მოდი ახლა ვნახოთ, როცა ვიცი რომ ბაზარში სიტყვა არ არის, არის. მოდი ეტუში სკამს ავკრებ, ყოფილა სკამ. კარგი, მოდი ავკრებ ახლა ტეხილი. ძალიან მაინტერესებს, ნახეთ. ტეხილი არის აი ამ ლექსიკონს იყენებს ახლა ჩვენი ბაზა. ჩვენი ალბათობა იმისა, რომ ტეხილი სადმე იქნება, არის ალბათ 70-30, მაგრამ ჩვენი მიზანი არის აი ამ ლექსიკონში იყოს ტეხილი. არ არის ამ ლექსიკონში ტეხილი, აი აქ მინდა განსაკუთრებული ყურადღება დავსვათ. ტეხილი არ არის, თქვენ რომ გინდათ რომ ტეხილი ვიცოთ ტეხილი იყოს შეტანილი ლექსიკონში, აქვს ორი ვარიანტი. ან წერთ რომ ტეხილი შევიტანოთ დიდალი ბაზაში, და შევიტანოთ სასკოლო ლექსიკონთა ბაზაში. სხვაგან მე უბრალოდ ვერ შევიტანო. იმიტომ რომ ქართულში მე ზუსტად ვიცი ტეხილი იქნება. აი ნახეთ რამდენი ტეხილია. ყველგან სადაც რაღაცნაირი ტეხილი იქნება. დეგეთქვით მეც მაგალითად ბიბლიოვიკში იქნება ტეხილი მათემატიკური და არ ამდენიც გინდათ. დავუმატებ თუ გინდათ სხვა კიდე ერთ ლექსიკონს. მაგალითად HTML ლექსიკონს მამარდაშვილის კოლექციიდან. არ არის ჩემთვის პრობლემა, მაგრამ მე მინდა რომ ეს იყოს ან ლექსიკონში ან ბაზაში. ამიტომ იქნება მეტყვით ყველაფერს ყველა იმას გაჩვენებ. ყველა ვარიანტს მოვსვით. აი ახლა მე აქ დავწერ უბრალოდ ჯერ დავწერ მოდი მაგალითად ისევ სამშობლოს. მე ავიღებ აი ამას რადგან არ ვიცი. დავთვალოთ, მოდი ამას გადავწყვეტ და მოდი ჩავსვალოთ ეს სიტყვა თქვათ მარტო მინდა ქართულში, ან მარტო მინდა რუსულად, ან მარტო მინდა უკრაინულად. შემიძლია აქ ინგლისურის დავამტკიცო და არ მინდა. ეს მინდა იყოს საქართველოს მოქალაქეების საქართველოში რო ცხოვრობენ მოქალაქე იმათთვის დაკეთებული ლექსიკონი. რამდენად მართალი ვარ მე ამას ბიბლიოთეკა გადაწყვეტ, ან მომხმარებელი აქვს, ან ორივე ერთად შევთანხმდიან. თავარი არის ამის გაკეთება მინდოდა და მე მგონი საბოლოოდ გავაკეთე. ახლა თქვენს დაგემშვიდობები აქ შევეცდები რომ კიდე ორი ლექსიკონი დავამატო. გამომივიდა და მე ვთქვი რომ ვიდრე არ მექნება ახალი სიტყვა, მას რა თქმა უნდა, არაფერს აღარ შევიტან და დავკიდებ შევას.